საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ფლამენგოსთან მატჩის წინ ფსშ გარემარ ხვიჩა კვარაცხელიას ეკიპის ჟურნალისტმა რატომღაც კითხვა დაუსვა თუ რას ფიქრობს ლივერპულის ვარსკვლავის მუჰამედ სალაჰის რთულ მდგომარეობაზე, რაზეც ქართველმა ღიმილით და კორექტულად უპასუხა მის მომავალზე საუბარი ჩემი საქმე არაა. ოდესმე გადმოვა თუ არა ჩვენთან ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ გავიმეორებ, ამაზე ლაპარაკი ჩემი საქმე არ არის. კვარამ აგრეთვე კომენტარი მოტივაციაზე გააკეთა. ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, გამარჯვება გვინდა და თამაშისთვის მზად ვართ. წელს ტიტულის მოგების კიდევ ერთი შანსი გვაქვს, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი საბედნიეროდ მოედანზე უფრო შემოქმედებითია, ვიდრე პრესასთან ურთიერთობაში და მას ციტირებს ნებისმიერი ტიტულის დაუფლება სასიხარულოა. ვიცით, კატარი ფსშ-ის მეორე სახლია. კარგი შეხვედრა იქნება, რომელიც წარმოუდგენელ ატმოსფეროში გაიმართება. როგორც მწვრთნელმა გვითხრა, მეტოქე შესანიშნავი გუნდია, დაძაბული დაპირისპირება გველის მიზნის მისაღწევად, ასეთ უნდა ვიყოთ მზად. პარიზიენი წერს, რომ მწვრთნელის ლუის ენრიკეს განკარგულებაში აშრაფ ჰაკიმის გარდა ყველ ფეხბურთელია უსმან დემბელე 90 წუთი საასპარეზოდ მზად არაა. იბრაიმ ბაიე ჩინებულად ირჯება, მაგრამ ეს მისთვის ძირითადი შემადგენლობიდან ბარკოლას ან კვარაცხელიას ამოსაგდებად საკმარისი არაა და მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ მათთან ერთად ვინ იქნება შეტევაში მესამე. პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, საირი ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, კვარაცხელია, დუე.